მოგესალმებით, მაკეთებელში მორიგი საქმიანი ამბავის დროა. მე ზაზაკანკია ვარ, საქმის მაკეთებელი. დღეს მოგიყვებით თუ როგორ შევქმენი ერთი დასამახსოვრებელი ბიზნეს ღონისძიება სახელწოდებით საქმის მაკეთებლის ფაქტორი. სანამ უშუალოდ საქმიან დეტალებზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწერეთ გვერდი და დალაიქეთ ვიდეო. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მე ერთი ჩვეულებრივი დასაქმებული ვიყავი კომპანიაში. მუშაობდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ სხვისი კომპანია ყოფილიყო წარმატებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპის გავლა აუცილებელია იმისთვის, რომ რეალურად აღმოაჩინო საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იპოვო ის მიმართულება, ის უნარები, რაც გაგაჩნია. აღმოაჩინო შენი ძლიერი და სუსტი მხარეები. და როდესაც აღმოაჩენთ, რომ შენ ეს კონკრეტული საქმე შეგიძლია, ის აუცილებლად უნდა განახორციელო და იმოქმედო. მოქმედებას არ აქვს განსაზღვრული დრო. უბრალოდ უნდა ადგე და იმოქმედო, რადგან თუ შენ ხარ ნამდვილად საქმის მაკეთებელი, უნდა აკეთო შენი საქმე. როგორც კი მიხვდები რეალურად შენ ხარ საქმის მაკეთებელი, არ დაელოდო დროს, უბრალოდ ადექი და იმოქმედე. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს მე ძალიან გაუბრასდი. მე ვამტკიცებდი, რომ იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე ახლა ვაკეთებ. ვამბობდი, რომ იმაზე მეტი მეკუთვნის, ვიდრე ახლა ვიღებ. გაუბრასდი და ვიმოქმედე ასე. შევქმენი პირველ ეტაპზე WhatsApp-ის არხი. არხში ვაერთიანებდი სხვადასხვა კომპანიის გაყიდვების წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ მქონოდა ესე ვთქვათ, საერთო სასაუბრო თემა, გაგვეცვალა შესაძლებლობები, უნარები, მიდგომები, კავშირები და ასე შემდეგ. ამ პროცესში მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო და ვიმოქმედე და შევქმენი ეს. გამარჯობა, მე მაკეთებელის დამფუძნებელი ზაზაკანკია ვარ. მინდა პერიოდულად ჩვენს ჯგუფებში განთავსდეს ვიდეოები სახელად მაკეთებელ ნიუსი, რომლის მეშვეობითაც პერიოდულად გაგიზიარებთ როგორც გაყიდვების მიმართულებით ჩემს გამოცდილებებს, ასევე მიმდინარე პროცესებს ბიზნესში, ასევე სხვადასხვა სფეროდან მაგალითად უკავშირებს, შესაძლებელია იყოს მაგალითად გაყიდვების ერთი სრული დღე, ერთი სრული ციკლი, მაგალითად როგორ ხორციელდება, რა პროცესებს გადის, მაგალითად გაყიდვების მენეჯერი და ასე შემდეგ. მოდით დღეს ძალიან მარტივით დავიწყოთ, რა არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ვიპოვოთ ჩვენი კომპანიის შესაბამისი მომხმარებელი. მოდი ვილაპარაკოთ გაყიდვების 80-20%-ზე. გამარჯობა, მე ზაზაკანკია ვარ, მე კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი ვარ. გამარჯობა. მომდევნო ვიდეო ჩხართვის დროც მოვიდა მაკეთებელში. კვირის ბოლო არის და იმედი მაქვს, რომ თითოეულმა თქვენთაგანმა განსაკუთრებით გაყიდვების წარმომადგენლებმა ისე დაასრულეთ კვირა, როგორც დაგეგმილი გქონდათ. ჩვენს პროფესიაში ძალიან ხშირად არის ისეთი მომენტი, როდესაც ძალიან ბევრს ვშრომობთ, მაგრამ შედეგები არ მოდის. და ყოველთვის ფიქრობდი, მაგალითად, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი. გაყიდვებს აქვს ერთი დაუწერელი კანონი რა. და რა არის ეს დაუწერელი კანონი? უნდა გიყვარდეს, გაინტერესებდეს შენი პროდუქტი, თუ გინდა რომ ბაზარზე იყო ყველაზე მოთხოვნადი, კონკრეტულად ამ მიმართულებით. ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ მე როდესაც პროფესიონალ გაყიდვების წარმომადგენლებს ვეძებ, მხოლოდ გაყიდვების წარმომადგენლები არ ინტერესდებიან ასეთი სივრცით. ინტერესდებიან კომპანიის დამფუძნებლები, გენერალური მენეჯერები, HR მენეჯერები და ასე შემდეგ. ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან საქმის მაკეთებლები. მე ვეძებ ადამიანებს LinkedIn-ის მეშვეობით, რადგან მგონია, რომ LinkedIn არის ერთ-ერთი საქმიანი პლატფორმა, სადაც შეიძლება ჯანსაღი ადამიანები მარტივად შემოიკირიბო საქმის გასაკეთებლად. ვეძებდი ადამიანებს და ვიმატებდი, ვუზიარებდი ჩემს წამოწყებას, ვუზიარებდი ჩემს მიზნებს და ისინი ზედმეტი ფიქრის გარეშე მიერთდებოდნენ. საკომუნიკაციო არხში ხდებოდა ძირითადად არაფორმალური საუბრები, რადგან ჯერ დინებას მივყვებოდი, არ ვიცოდი უბრალოდ საით რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი და რა კონცეფცია უნდა ქონოდა რეალურად ჩემს შექმნილ მაკეთებელს. ამ პროცესში უამრავი ადამიანის დამატება მიწევდა, რადგან ყურადღება მიმექცია, რადგან ყურადღება ყიდის პროდუქტს. ამ ადამიანების ძიების პროცესში უკვე 100 ადამიანამდე მივედი. და ეს ის ნიშნულია, რომელიც უკვე გაფიქრებს და გეუბნება, რომ 100 ადამიანი ყავს, ინფორმაციებს აზიარებ,
გააქვს ესე ვთქვათ კომუნიკაცია, გააქვთ ესე ვთქვათ საქმიანი საუბრები, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი რა არის? ანუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს ყველაფერი? ანუ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ რეალურად საქმის კეთება დაიწყო, ხო? თავიდან, როდესაც დავფიქრდი ამ ყველაფერზე, აღმოჩნდა, რომ 100-ვე ადამიანი, ვინც იმ მომენტში შემომიერთა, ყველა არ იყო ერთი ღირებულების მატარებელი და ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ღირებულება არის პატივისცემა. სხვისი საქმის პატივისცემა. დამოკიდებულება, რომ პატივისცემ ადამიანს და ასე შემდეგ. ამ პროცესში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა რეალურად ისეთი, რომელსაც არ შეეძლო, ესე ვთქვათ, საკუთარი ემოციების მართვა. ხანდახან უხეშად გამოხატავდა უკავშირებს, ხანდახან ცივად პასუხობდა არხის წარმომადგენლებს და ამ პროცესში მომიწია მათთან დამშვიდობება, რადგან ისინი რეალურად არ იყვნენ საქმის მაკეთებელი ადამიანები. დამშვიდობების პროცესი არც ისე მარტივია, მინდა გითხრათ, ანუ ადამიანს უნდა უთხრა, რომ შენი ღირებულებები არ ემთხვევა მის ღირებულებებს და უბრალოდ უნდა დაემშვიდობო. ხანდახან გიწევს დიპლომატიურად ამის თქმა, ხანდახან არადიპლომატიურად, ხანდახან ცივად, ხანდახან ცოტათი უხეშად და ასე შემდეგ. ეს არის პროცესი, რომელიც ნებისმიერი ბიზნესის განვითარების ეტაპებთან არის დაკავშირებული. ხანდახან გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, მაგრამ და გონია, რომ ყველაფერი რიგზეა, აი სწორედ მან არის დაგუბებული წყალი, რომელსაც უნდა უფრთხილდე, რომ შეძლო რეალურად განვითარება არ გაჩერდეთ. მოკლედ, ადამიანების დამატების პროცესში, განვითარების პროცესში, ძიების პროცესში, ნელ-ნელა ვიკრებდი უკვე ჯანსაღ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნდათ ის ღირებულება, რეალურად რაც გააჩნია ზაზა კანკიას და გააჩნია მაკეთებელს. ეს არის პატივისცემა. და ამ კარგი ადამიანების შემოერთებით პირველად გადავდგით ნაბიჯი და შევიკრებეთ ფიზიკურად და ვითამაშეთ ინტელექტუალური თამაში მაფიოზობანა. ამ თამაშის პრინციპი არის მოირგო როლი, ესე ვთქვათ, როლი და ამ როლის მეშვეობით განავითარო პროცესები და გაიმარჯვო. რეალურად ეს არის გაყიდვები, ანუ საკუთარ თავს ყიდი როგორც მაფიოზად, ექიმად პირობითად, სერიულ მკვლელად, პატიოსან მოქალაქედ და ასე შემდეგ. ეს იყო პირველი მაკეთებელის საქმიანი შეხვედრა, სადაც რეალურად შედგა ნეტვორკინგი. ადამიანებმა რეალურად ერთმანეთი გავიცანით. გავიცანით ჩვენი, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები საქმის გარეთ. მინდა გითხრათ, რომ პირველი ვიყავი მაგიდასთან და როდესაც ამოვიღე მაფიოსი, ცოტა ბრინჯივით დავიბენი, მაგრამ როდესაც მივხვდი, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც განვითარება არის შესაძლებელი, სიტუაციას მოვერგე. კარგად გავერთე და დასამახსოვრებელი იყო ეს ყველაფერი. ეს საქმიანი ამბავიც ესე დასრულდა. ამ შეკრების შემდეგ რეალურად გრძელდება ჯანსაღად განვითარება. განვითარების პროცესში, რა თქმა უნდა, ადამიანები მიერთდებიან და ახლა ამ ეტაპისთვის მაკეთებელის არხში 200-ზე მეტი საქმის მაკეთებელია გაერთიანებული. ამ შეხვედრის შემდეგ რეალურად გამოჩნდა პირველი პარტნიორი კომპანია IT-Craft-ი, საქართველოში წამყვანი IT პროვაიდერი კომპანია, რომელმაც რეალურად შეამჩნია მაკეთებელის პერსპექტივა. მინდა აქედან მოკითხვა და საჯარო მადლობა გადაუხადო გიორგი მიქაცაძეს, ასმათი კოცაძეს, ამ ადამიანებმა მომცეს შანსი, ამ ადამიანებმა მომცეს შესაძლებლობა, რომ რეალურად განვითარებისკენ გადამედგა ნაბიჯები. მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესში ყველაზე ძვირფასი და ღირებული რამ არის რეალური დახმარება. და სწორედ ეს მივიღე მათგან, აქედან კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო გიორგის, იმ ყველაფრისთვის, რაც გააკეთა ჩემთვის. მადლობა მინდა გადაგიხადო გიორგი იმისთვის, რომ მასწავლე რეალურად სწორად შემეხედა პროცესებისთვის, სწორად გამეანალიზებინა ის მიმართულებები, შესაძლებლობები და მოსალოდნელი, ესე ვთქვათ, დაბრკოლებები, რაც ამ პროცესში შემხვდებოდა და შენი დახმარებით რეალურად მივედი საქმის მაკეთებლის ფაქტორამდე და თუ თვლით, რომ კომპანიაში გჭირდებათ IT პროვაიდერი კომპანია, რომელიც რეალურად არის საქმის მაკეთებელი და რომელიც უზრუნველყოფს თავიდან ბოლომდე IT პროცესების გამართვას, შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ ამ ძალიან მაგარ ადამიანებს. საკუთარ ვალდებულებას შეასრულებენ 100%-ით. ამაზე პასუხისმგებელი ვარ მე. ასეთი დახმარებები
მიდგომები, რჩევები და რეკომენდაციები არის რეალურად ის დაბიჯები, რომლებიც გიბიძგებს, რომ განვითარდე, იმოქმედო და არ გაჩერდე. IT Craft-ის შემდეგ გამოჩნდა შემდეგი პარტნიორი კომპანია PFI, ფინანსური ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია. ამ კომპანიას წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსისტები, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან მარტივად, პროფესიონალურად უზრუნველყონ თქვენი კომპანიის ფინანსური მომგებიანობა. არა მარტო ფინანსური ჭრილში, არამედ თქვენთვის შესაძლებელია შექმნან ბიზნეს გეგმა, საინვესტიციო გეგმა და ასე შემდეგ. კომპანიაში რეალურად ვიგრძენი პატივისცემა. ვიგრძენი, რომ მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და ამ დამოკიდებულებით შევქმნით ეს. In radio c'è un pulcino, in radio c'è un pulcino, e il pulcino pia, e il pulcino pia, e il pulcino pia. გამარჯობა მეგობრებო, მე სასაკანკია ვარ, კომპანია PFI-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ვიწყებთ ახალ პროექტს FinTalk-ი. PFI-ის დახმარებით მე რეალურად ვისწავლე კომპანიის შეფასება, ბიზნესის შეფასება ფინანსურად. თუ როგორ უნდა შევხედო და როგორი ანალიზი უნდა გაუკეთო ბიზნესს, რომ გახდეს რეალურად მომგებიანი. სტრუქტურულად შევხედო პროცესებს და ეს რეალურად დამეხმარა საქმის მაკეთებლის ფაქტორის პროცესში, გამეთვალა რეალურად ხარჯები, მომგებიანობა და ასე შემდეგ. ინვესტიცია გამაკეთებინა სწორად ზედმეტი დანახარჯების გარეშე. PFI-სთან თანამშრომლობის პროცესში ხვდები, რომ მაკეთებელს რაღაც ახალი სჭირდება. დროა ახალ საფეხურზე გადავიდე და დავიწყე რეალურად ონლაინ ვებინარების ჩატარება. ონლაინ ვებინარების ჩატარება, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესთან. და პირველი ონლაინ ღონისძიება გახლავთ ამ თემაზე. შემდეგი იყო ეს. ამ ონლაინ ვებინარების პროცესში შემოდის მაკეთებელის შემდეგი პარტნიორი კომპანია Redliner-ი, შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელთანაც ვიწყებ აქტიურ თანამშრომლობას, რომლის დახმარებითაც შედგა საქმის მაკეთებლის ფაქტორი. და თუ როგორ მიიღო მან მონაწილეობა, ამასაც ამოვანათებ. Redliner-ის პარტნიორული თანამშრომლობის დასაწყისში ასევე მაკეთებელს უერთდება ტანსაცმლის წარმოებელი კომპანია Rumor-ი, კორპორატიული უნიფორმების შექმნა, რომელიც რეალურად ასახავს თქვენს ბრენდს, შეგიძლიათ კომპანია Rumor-თან ერთად. ამ კომპანიებთან თანამშრომლობის პროცესში ხვდები, რომ ეს ონლაინ ურთიერთობა უნდა გახდეს რეალურად ცხადი, ფიზიკური და ამ ადამიანებმა რეალურად უნდა გაიცნონ ერთმანეთი იმისთვის, რომ საქმიანი ურთიერთობა ჩამოაყალიბონ ერთმანეთში. ახლა ვფიქრობ, თუ სად, რა ფორმით, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. ძალიან ბევრ ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი და ვფიქრობ, რომ ღონისძიების ფორმატი უნდა გქონდეს ამ ყველაფერს. ღონისძიების, რომელიც არ იქნება სტანდარტული. არ იქნება, ესე ვთქვათ, წარმატების თეორიების მოსმენა. და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა თეორია არის და არ ვიცი რეალურად როგორ უნდა ვიმოქმედო. რა უნდა გავაკეთო ამისთვის. უკვე 2025 წლის მიწურულს მივხვდი კონცეფციას, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საქმის მაკეთებლის ფაქტორი. ჩამოვყალიბდი, ესე ვთქვათ, კონცეფციაზე. უნდა შემდგარიყო ადამიანებს შორის რეალური ნეტვორკი, რეალურად უნდა გაეცნოთ ადამიანებსა და კომპანიებს ერთმანეთი და რეალურად უნდა დამახსოვრებოდათ მათი საქმიანი შესაძლებლობები, რაც ვფიქრობ, რომ წარმატებით განხორციელდა საქმის მაკეთებლის ფაქტორზე. მაკეთებელს დაეხმარა ამ ღონისძიების, ესე ვთქვათ, გალამაზებაში და სამახსოვრო ატრიბუტიკებით, ესე ვთქვათ, დაასაჩუქრა მონაწილეები ამ ძალიან კარგმა კომპანიამ, რომელიც ახლა არის სტარტაპი. თუ ესე ვთქვათ, კოსმოსი გაინტერესებს და მსგავსი ამბები და გიყვარს კოსმოსთან დაკავშირებული ატრიბუტიკები, ამ კომპანიას უნდა დაუკავშირდე და მიიღო ძალიან დასამახსოვრებელი და ლამაზი ატრიბუტიკა, რომელიც არის ამონათებული აქ. რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო ზურას. უკვე მოვიდა იანვარი 2026 წელია და ველოდები მომენტს, რომ რეალურად გავასაჯაროვო და თქვა, რომ ვატარებ პირველ ფიზიკურ ბიზნეს ღონისძიებას. ძალიან ემოციურად, ესე ვთქვათ, აღტაცებული
ცოტას ნერვიულობ, არ ვიცი გამოვა, არ გამოვა, როგორ მიიღებს ადამიანები ამ ყველაფერს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ფიქრი მიტრიალებს თავში, მაგრამ მოვიდა 15 იანვარი, სადაც საჯაროდ ჩემს საკომუნიკაციო არხში განვაცხადე, რომ ვატარებ პირველ ფიზიკურ ღონისძიებას სახელწოდებით საქმის მაკეთებლის ფაქტორი. თავიდან ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ ყველაფრით. ხვდები, რომ ადამიანებს აინტერესებთ და მე მინდა, რომ ამ პროცესში ჩაერთოს რეალურად საქმის მაკეთებელი ადამიანები, რომლებსაც სურთ რეალურად განვითარება. რეალურად საქმის მაკეთებელი ადამიანები ამ ყველაფრით დაინტერესდნენ და დავიწყე აქტიურობა. იმისთვის, რომ შემდგარიყო 28 თებერვალს საქმის მაკეთებლის ფაქტორი, ვიმოქმედე ასე. ბიზნესში ორი ტიპის ადამიანი არის. ბევრს გონია, რომ ღონისძიებაზე დასწრება სკამზე ჯდომა და სხვისი წარმატების მოსმენა. იცით რა არის თანამედროვე ბიზნესის ყველაზე დიდი ფუფუნება? ერთი არხი 11 შესაძლებლობა. იცი რა განასხვავებს წარმატებულ გაყიდვებს უბრალო მცდელობებისგან? პასუხი მარტივია. ეს არის გარემო. საქართველოში უამრავი საქმიანი ღონისძიება ტარდება იმ მიზნით, რომ კომპანიებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ერთმანეთი გაიცნონ. ალბათ ერთხელ მაინც ყოფილხარ ბიზნეს ღონისძიებაზე იმ მიზნით, რომ გაგეცნო ბიზნესმენი, რომელთანაც საქმიან ურთიერთობას ჩამოაყალიბებდი. 28 თებერვალს ვატარებ ღონისძიებას სახელწოდებით საქმის მაკეთებლის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ღონისძიების შექმნის პროცესი ძალიან ესე ვთქვათ დამღლელი, დამთრგუნველი და კარგად დასამახსოვრებელი პროცესია, რადგან რეალურად აქ ჩანს თუ ვინ არის შენი მეგობარი, ვინ არის ადამიანი, რომელიც რეალურად დაგეხმარება, ვინ არის ადამიანი, რომელიც ვითომ მეგობარია შენთან, ვინც უბრალოდ გაკვირდება, ვინც უბრალოდ საჭირო მომენტში უარს გეტყვის, ვინც საჭირო მომენტში დაგეხმარება და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ბევრი რაღაცის გამოვლა გიწევს, ბრძოლა გიწევს, ხანდახან იღებ ისეთი ადამიანებისგან უარს, რომლებისგანაც არ ელოდები და ეს არის მომენტი, როდესაც უბრალოდ არ უნდა გაჩერდე. შესაძლებელია მიიღო იმ მომენტში ვიღაცებისგან უარი, ვისგანაც არ ელოდები და გაიფიქრო, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. ამ ადამიანმა უარი მითხრა და შეიძლება ვიღაცები საერთოდ არ დაინტერესდნენ. ვიღაცებს საერთოდ სურვილი არ გაუჩნდეს, რომ შენთან მოვიდეს, თუნდაც ღონისძიებაზე ან საქმე დაიწყო შენთან ერთად. თითქოს შემაფერხებელი ფაქტორია, მაგრამ მე ხომ საზაკანკია ვარ, მე ხომ ყველაფერი დავიწყე იქიდან, როდესაც გაუბრაზდი და დიახ, როდესაც ასეთი უკავშირები მივიღე, ძალიან გაუბრაზდი და მივხვდი, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებდი, სწორად მოქმედებდი და სწორად ვითარდები ზოგადად. როდესაც გაუბრაზდი და მივხვდი, რომ ამ ადამიანებისგან, ესე ვთქვათ, არ უნდა მქონოდა მოლოდინი რეალური მხარდაჭერის, გავაგრძელე და ვიმოქმედე იქამდე, სანამ რეალურად არ შევქმნიე ეს ღონისძიება. რეალურად რო შევაფასო, ესე ვთქვათ, ღონისძიების პროცესი არის ძალიან კარგი გაკვეთილი ჩემთვის. სწორად უნდა გათვალო, ესე ვთქვათ, პერიოდი, სწორად უნდა გათვალო, ესე ვთქვათ, ჩატარების თარიღი, უნდა განსაზღვრო რეალურად, როდის უნდა დაიწყო ღონისძიება, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისთვის რომ მართო რაღაც კონკრეტული ლაფსუსები დაგვიანება, არ დაგვიანება, ხარვეზები და ასე შემდეგ, რომ ტექნიკურად გამართვა შეძლო. ამ ყველაფერს იმისთვის ვამბობ, რომ შესაძლებელია შენ იყოს შემდეგი ადამიანი, ვინც საქმიან ღონისძიებას შექმნი. ასევე მზად უნდა იყო იმისთვის, რომ ვიღაც ადამიანები უხეშად, ცივად დაგელაპარაკებიან, ზოგი საერთოდ არ გიპასუხებს, ზოგი დაგაიმედებს, მაგრამ ბოლო მომენტში ესე ვთქვათ, მიიგატოვებს და ასე შემდეგ. ანუ ტექნიკურად რო შევაფასო, ეს არის ბიზნესის შექმნის პროცესი რეალურად, ხო? ეს არის ბიზნესი, რომელსაც თან სდევს სხვადასხვა ემოციური ფაქტორები, დამოკიდებულებები, რომელიც აუცილებლად უნდა განახორციელო. თუ რომელიმე მომენტში გაიფიქრებ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ, თუ რომელიმე მომენტში მიხვდები, რომ ეს არ შეგიძლია, ჩათვალე, რომ წაგებული ხარ, დანებდი და თუ ამ მომენტში გაჩერდები, შემდეგ ვერაფერს ვეღარ განახორციელებ. როდესაც იტყვი, რომ მე ეს უნდა გავაკეთო, აუცილებლად უნდა ადგე და იმოქმედო, განახორციელო, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ეს საქმე გამოგივიდეს და რეალურად ასე მოვიქეცი. ძალიან ბევრი წინაღობა მქონდა იმისთვის, რომ არ შემდგარიყო, ესე ვთქვათ, საქმის მაკეთებლის ფაქტორი. ბევრი მიზეზი მქონდა ამ ყველაფრის, მაგრამ მე უნდა გამეკეთებინა ეს იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის დამეჯერებინა, რომ რეალურად ვარ საქმის მაკეთებელი და მე ახლა მჯერა
და დავრწმუნდი იმაში, რომ ვარ ნამდვილად საქმის მაკეთებელი. მე ვარ ზაზა კანკია და მე შემიძლია რომ არაფრისგან შევქნა ყველაფერი. მე შემიძლია რომ ნულიდან დავიწყო და განვახორციელო ის, რაც რეალურად წარმომიდგენია გონებაში. მე შემიძლია შევქნა უბრალოდ თეორია პრაქტიკაში და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ ცხოვრებაში, თავარია რეალურად გინდოდეს და გსურდეს რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. ახლა კი მინდა ძალიან მაგარ მომენტზე გადავიდე, ძალიან დასამახსოვრებელ და კარგ მომენტზე გადავიდე, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მოკლედ უკვე 26 თებერვალია, რეგისტრაციები დასრულებულია და მე ვემზადები უკვე მორალურად, ესე ვთქვათ, გეგმა გაწერილია თუ როგორ უნდა წარიმართო შეხვედრა. ადამიანებს ვაფრთხილებ, რომ აუცილებლად იმ ადამიანებს, ვინც რეგისტრაცია გაიარეს, თუ სად უნდა მოვიდნენ, რა ფორმით უნდა მოვიდნენ და ასე შემდეგ. ყველაფერი მზად არის, მოკლედ რომ ჩატარდეს. 27 თებერვალია საღამო. ჩვენი ქალაქის მერი აცხადებს, რომ რაღაცა ნალექი არის მოწოლილი დედაქალაქსა და ყველანაირად მზად არიან, მოკლედ იმისთვის, რომ ამ უხნალექს გაუმკლავდნენ და ასე შემდეგ. და ამ ინფორმაციებს ესე ვთქვათ, ვკითხულობ, მაინც ცოტა ზღელავ, მაგრამ არ ვუშვებ იმას, რომ დედაქალაქში შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ბოლო წამს შემიქმნის პრობლემას, რომ ჩავატაროს საქმის მაკეთებლის ფაქტორი. მშვიდად დავიცინე 27 თებერვალს მაინც გონებაში მიტრიალებს უამრავი სცენარი, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ 28-ში. ვფიქრობ ცუდზეც, კარგზეც, ყველაფერზე ერთად და 28 თებერვალი გათენდა. ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ, რომ თოვლია. მე მაქვს ინფორმაცია წაკითხული, რომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ გავუმკლავდეთ ამ უხნალექს. და არ ვღილავ და მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თოვლია დედაქალაქში, არანაირი პრობლემა არ შეიქმნება და ჩვეულებრივად შევძლებ აქსისის ბიზნეს ცენტრში, კონკრეტულად ტერმინალში ღონისძიების ჩატარებას. გადის რამოდენიმე საათი, უკვე თითქმის კულმინაციამდე დარჩენილია სადღაც 4 საათი და ვხედავ მოქალაქეების პოსტებს, რომ ვაკეში არ არის შუქი. უკვე მეწყება ნერვიულობა, ღელვა და ფიქრი, რომ შეიძლება ჩემი ნაშრომი, ჩემი წვალება, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში განვახორციელე, შეიძლება წყალში ჩამიცვივდეს. ანუ არ გამოვიდეს, უბრალოდ არ გამოვიდეს და ვერ გავაკეთო ის რეალურად, რაც მე მინდა რომ განხორციელდეს ამ კონკრეტულ დღეს. და ამ ფიქრში, ამ ემოციებში, როდესაც ძალიან ვღელავ, განვიცდი, რომ შეიძლება ყველაფერი ჩაიშალოს, არ გამომივიდეს. მოკლედ, ძალიან დიდ გაურკვევლობაში ვარ. არ ვიცი, საით უნდა წავიდე, როგორ უნდა ვიმოქმედო, საით უნდა ვიაძიო გამოსავალს და ასე შემდეგ და ამ ფიქრებში ვარ და ვიღებ ძალიან საიმედო შეტყობინებას ანა მარიასგან. და მეუბნება ანა მარია, რომ რაღაც მოვიფიქრეთ მე და ნატალი და მოდი 90-იანებში დავბრუნდეთ 90-იანებში და სანთლების დახმარებით გავანათოთ სივრცე, რომ შედგეს რეალურად, ესე ვთქვათ, საქმის მაკეთებლის ფაქტორი. როდესაც ეს შეტყობინება მივიღე, გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა დავშვიდი, ამოვისუნთქე და მივხვდი, რომ ამდენი შრომა, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში ჩავდები ამ ღონისძიების შესაქმნელად, წყალში არ ჩამიცვდება რა, გამომივა და რეალურად შედგება. მივედით ტერმინალში და როდესაც ყავს, ესე ვთქვათ, ნამდვილი მეგობარი, რომელიც მზად არის რეალურად გამოუვალ მდგომარეობაში დაგეხმაროს, მინდა გითხრათ, რომ ამაზე ძვირფასი და ღირებული არ არსებობს ამ სამყაროში არაფერი. და აქედან მინდა გადავუხადო მადლობა ჰორიზონტის ლოგიკას, ანა მარიას, ნატალის, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, ამ გამოუვალ სიტუაციაში რომ დამეხმარა და
არა მარტო ამ პროცესში, ზოგადად ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ვქმნიდი საქმის მაკეთებლის ფაქტორს და ვიდეოებს წერდი, ინფორმაციას ვაზიარებდი და ასე შემდეგ, მუდმივად ჩემთან იყვნენ და მამხნევებდნენ, ხარს მიჭერდნენ და მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში მართლა დამხმარებოდნენ და ეს დახმარება არ ყოფილიყო უბრალოდ სიტყვიერი და ასე შემდეგ. საქმის მაკეთებლის ფაქტორი რეალურად ამ ადამიანების დახმარებით შედგა და თუ რა მოხდა საქმის მაკეთებლის ფაქტორზე, აი ახლა გაჩვენებთ რეალურად. ახლა მხოლოდ მე რო არ ვისაუბრო და გაგიზიაროთ თუ რამდენად კმაყოფილი ვარ, როგორი ბედნიერი ვარ იმით, რომ საქმის მაკეთებლის ფაქტორი შედგა, გაგიზიაროთ რამოდენიმე მონაწილის, ესე ვთქვათ, უკავშირს ღონისძიების დასრულების შემდეგ, თუ როგორ ჩატარდა რეალურად საქმის მაკეთებლის ფაქტორი და რამდენად კმაყოფილი დარჩა თითოეული მონაწილე, რომელიც შემოუერთდა ამ ღონისძიებას. თიკო, დღეს თქვენ იმყოფებოდით საქმის მაკეთებლის ფაქტორზე და როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს? ყველაზე ეფექტიანი და ყველაზე ეფექტური დღე იყო, რაც კი ამ 5 წლის განმავლობაში ყოფილა ბიზნეს ივენტზე, გულწრფელად. იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე და ის მოლოდინები რაც მქონდა გამიმართლდა და ის რო არ ვიცოდი რა ფორმატი იქნებოდა, ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ მგონია რომ უფრო აქტიურად ჩავერთი ამის გამო. რომ მომზადებული არ ვიყავი. რა მელოდებოდა და ძალიან მისიამოვნებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ამაზე ბევრად უკეთესი იდეა დაგებადება და ჩვენ ჩაგვხდა ოღონდ ამ ყველაფერში. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა. შრომის უსაფრთხოების მომსახურება თუ ვინმეს გჭირდებათ, Redlinerთან უნდა მეხვიდეთ. ეხლა შემდეგი ამბავი გვინდა. სალომე, შენ იმყოფებოდი საქმის მაკეთებლის ფაქტორზე და როგორ შეაფასებდი დღევანდელ დღეს? ძალიან პოზიტიური, ძალიან პროდუქტიული, ზოგადად ძალიან სასიამოვნოა ხოლმე ყოველთვის სხვის გამოცდილებას იზიარებ. ნუ შენსაც რო აზიარებ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ სხვისი რაღაცების მოსმენა ზოგადად გზრდის. ეს იყო აი უზომოდ დიდი ენერგიების გაცვლის დღე. ვინ როგორ გამოვიყენებთ, ნახავთ მალე. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა. ანამა, გთხოვ, მოდი ერთ წამი, გთხოვ. ანა მარია, პირველ რიგში მადლობა, რომ დღევანდელ დღეს ძალიან დამეხმარე იმისთვის, რომ შემდგარიყო საქმის მაკეთებლის ფაქტორი და მაინტერესებს როგორ შეაფასებდი დღევანდელ დღეს. Excellent. Perfect. Love it. Thank you. ასმათ, შენ იმყოფებოდი საქმის მაკეთებლის ფაქტორზე და გთხოვ მითხარი, რას ელოდებოდი და როგორ მოგეწონა დღევანდელი დღე? ძალიან კმაყოფილი ვარ, ველოდებოდი რომ იქნებოდა საინტერესო, როგორც გაგვაფრთხილე და გითხარი რომ იქნებოდა ჩვენი ჩართულობაც ძალიან საინტერესო იყო, რადგან ჩართული ვიყავით ყველანი და წარმატებებს გისურვებ, კარგად ჩაიარა და მედი მაქვს რომ კმაყოფილი. მადლობა ასმათ და თუ ვინმეს დაგჭირდებათ IT პროვაიდერი კომპანია, აუცილებლად უნდა მივმართოთ IT Crafts. მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ საქმის მაკეთებელს, რომელიც ღონისძიებაზე მოვიდა, თავისი ძვირფასი დრო დამითმო და მადლობა მინდა გადავხადო საჯაროდ კომპანიებს, რომლებმაც რეალურად ხარი დამიჭირეს და მათი დახმარებით შევქმენი საქმის მაკეთებლის ფაქტორი. მათი დახმარებით შედგა ეს დასამახსოვრებელი ღონისძიება,
მინდა გითხრათ, რომ მე ვარ ზაზა კანკია, საქმის მაკეთებელი ადამიანი. მაკეთებელი ეტაპობრივად გაგიზიარებთ შემდეგ საქმიან ამბებს, რომელსაც განახორციელებს საქმის მაკეთებელ ადამიანებთან ერთად. იმისთვის რომ არ გამოგჩეთ ეს ამბები, გთხოვთ გამოიწერეთ გვერდი და დალაიქეთ ვიდეო.